თომას სახარება გახდათ ის აპოკრიფული ძეგლი, რომელსაც გარკვეული საეკლესიო წრეები, ეს საეკლესიო წრეები ამ შემთხვევაში გულისხმობდნენ თვითრჯულ ეკლესიებს, სექტანტურ მიმდინარეობებს, რომლებიც თავიანთ საღვთო წერილად პირველ რიგში სწორედ თომას სახარებას მიიჩნევდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ბოლომდე არ უარყოფდნენ კანონიკურ ძველ და ახალ აღთქმას და ამ შემთხვევაში კანონიკურ სახარებებს, მაგრამ თავისებურ რედაქტირებას ახდენდნენ სახარებებისას, გამოკრებდნენ იმ ადგილებს, რომლებიც თითქოს და შესაბამისობაში იყო მათ სექტანტურ და ერეტიკულ მოძღვრებასთან, მაგრამ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ ეგრეთ წოდებულ მეხუთე სახარებაზე, თომას სახარებაზე. თომას სახარება ეკლესიის მამათაგანაც იქნა ყურადღება მიქცეული, იმიტომ რომ უარყოფდნენ რა თომას სახარების დამცველ ერეტიკულ სექტებს, ამ ერეტიკული სექტების უარყოფასთან ერთად ისინი აღნიშნული ერეტიკული სექტების უმთავრეს ძეგლსაც, უმთავრეს დასაფასებელ და ავტორიტეტულ ძეგლსაც, თომას სახარებასაც უარყოფდნენ. თომას სახარების შესახებ მაგალითად ინფორმაციას გვაწვდის წმინდა კირილე იერუსალიმელი, რომელიც განაკიქებს კიდეც ამ ძეგლს, ის ამბობს, რომ ზოგიერთები, რომლებიც ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტების დარღვევას ცდილობენ, მოუხმობენ თომას სახარებას, რომელიც თუმცა შეფერილია სახარებად წოდების სურნელით, მაგრამ მარტივთა სულებს ჰკვნის. თომას სახარება მითითებულია თითქმის ყველა იმ ინდექსში აპოკრიფული წიგნებისა, რომლებიც ეკლესიის მამებმა შეადგინეს სპეციალურად მორწმუნეთათვის, რათა მათ გაეთვალისწინებინათ თუ რომელი ძეგლები არ იყო საყოველთაოდ წასაკითხი და ჭეშმარიტი მოძღვრების დამცველი. მეტიც, ძველ ინდექსებს ზოგჯერ ერთვოდა ამა თუ იმ აპოკრიფის მუხლობრივი რაოდენობის აღმნუსხველი ციფრი, აპოკრიფების სტიქომეტრიული მონაცემი, სტიქომეტრია ეწოდება მუხლობრივ დაყოფას და მუხთა აღრიცხვას და მე-9 საუკუნეში საკუთრივ თომას სახარებასთან დაკავშირებით ამგვარი მუხლობრივი აღრიცხვა, ანუ ამ ძეგლის მოცულობის შეფასება მოგცა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელმა, იგივე წმინდა ნიკიფორე ამსარებელმა. თომას სახარებამ საეკლესიო ფილოლოგიაში უაღრესად საყურადღებო კვალი დატოვა. საყურადღებო კვალი რა კუთხით? როდესაც საეკლესიო ლიტერატურის მეცნიერული ეგრეთ წოდებული ფილოლოგიური კვლევა დაიწყო დაახლოებით ფაქტობრივად მე-17-18 საუკუნეებიდან, ამ პერიოდისათვის კვლევართათვის რა თქმა უნდა ცნობილი გახდა ეკლესიის მამათა პირდაპირი მინიშნებანი და პირდაპირი უარყოფანი თომას სახარებისა, მაგრამ საკუთრივ ეს ძეგლი თომას სახარება მათთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. ეს ძეგლი ვერსად ვერ მოიციეს. შესაბამისად, ნაწილმა მკვლევართაგან ივარაუდა, რომ ეს ძეგლი ალბათ დაიკარგა, მაგრამ მეორე ნაწილისთვის ასეთი პოპულარული ძეგლის უკვალოდ გაქრობა მთლად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და მიიჩნიეს, რომ იქნებ ეს თხზულება შემორჩენილი იყოს ოღონდ სხვა სათაურით. ეს ხშირად ხდება, რომ რაღაც ძეგლი ზოგჯერ შეიძლება სათაურის მხრივ შეიცვალოს და ასე შემორჩეს ისტორიას. როდესაც ეს აზრი გამოითქვა, ეს ეჭვი გამოითქვა, თითქმის დაუყოვნებლივ ყურადღება მიექცა იმდროინდელ კვლევაში კარგად ცნობილ აპოკრიფს სიყრმე უფლისა. ძველ ქართულად ის ასე იწოდება სიყრმე უფლისა. ეს აპოკრიფი და მისი მონათესავე აპოკრიფები, რომლებიც მაცხოვრის ბავშვობას ეხებიან, საკმაოდ გავრცელებული იყო საეკლესიო ლიტერატურაში თითქმის ყველა ენაზე და შემორჩენილიც გახლავთ დღეისათვის მრავლად. მაგრამ ის ძირითადი ამ აპოკრიფული წრიდან მაცხოვრის ბავშვობის შესახებ, რასაც საკუთრივ სიყრმე უფლისა ეწოდება, განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევი გახდა მკვლევართათვის, რომლებიც თომას სახარების ტექსტს ეძიებდნენ ერთი ნიშნის გამო. ერთ-ერთ ხელნაწერში თქმულია, რომ სიყრმე უფლისა დაწერა თომა მოციქულმა. ამიტომ რამდენადაც სიყრმე უფლისა ცხადია თავისი ჟანრობრივი კუთვნილებით სახარებაა, რაც უფლის ცხოვრებას ეხება ის სწორედ სახარებაა და რამდენადაც ის თომა მოციქულს დაუწერია, მკვლევართათვის რა თქმა უნდა იოლი გახდა ამ ძეგლის დაკავშირება იმ თომას სახარებასთან, რასაც ეკლესიის მამები უარყოფდნენ და რაზეც ისინი უთითებდნენ და ციტატაც კი მოჰქონდათ ამ სახარებიდან. მრავალმა მკვლევარმა მიიჩნია, რომ თომას სახარება ესაა იგივე სიყრმე უფლისა, რაც ჩვენამდე მოღწეულია. ამ ორი სახარების გაიგივება თითქმის აბსოლუტური გახდა და სხვათა შორის ქართულ მეცნიერებაშიც ეს აზრი რამდენჯერმე გამოკრთა. გამოკრთა იმიტომ, რომ ჯერ ერთი სიყრმე უფლისა ეს აპოკრიფი ქართულადაც იყო თარგმნილი, მართალია ეს სრული სახით ჩვენამდე ძველ ქართულ თარგმანში არ მოღწეულა, მაგრამ არ მოღწეულა მხოლოდ ხელნაწერის დაზიანების გამო, ერთადერთ ხელნაწერშია ფრაგმენტი ამ თარგმანისა დაცული, ეს გახლავთ სახელგანთქმული პარხლის მრავალთავი, მაგრამ თვით ხელნაწერია დაზიანებული და ამ აპოკრიფისგან გადარჩენილია მხოლოდ დასაწყისი ნაწილი, რომელიც რამდენჯერმეა გამოცემული, ბოლო გამოცემა ეკუთვნის აკაკი შანიძეს. ეს ერთი მხარე, რომ სიყრმე უფლისა ქართულად მოღწეულია და თავისთავად ცხადია მისი იდენტიფიკაციისათვის ევროპულ კვლევაში უკვე საყოველთაოდ გაბატონებული აზრი ამ აპოკრიფის იგივეობისა თომას სახარებასთან ცხადია ასახული იქნა ქართულ მეცნიერებაში. ამის შესახებ ჩვენ გვაქვს მითითება კორნელი კეკელიძესთან, პავლე ინგოროღვასთან და საკუთრივ აკაკი შანიძესთან.
მაგრამ მხოლოდ ეს მხარე არ გახდათ ქართული მეცნიერებისთვის ის საფუძველი, რომ სიღრმე უფლისას და თომას სახარების იგივეობაზე ან და პირუკუ მათ არაიდენტურობაზე ემსჯელათ. საქმე ისაა, რომ ჩვენ ადრე აღვნიშნეთ ბიზანტიური ინდექსების, ანუ ბიზანტიური სიების მსგავსად ქართულადაც არსებობდა აპოკრიფულ წიგნთა სია, აპოკრიფულ წიგნთა ინდექსი, შედგენილი წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ. აი ამ ინდექსში გვერდიგვერდ სხვადასხვა თხზულებებად იხსენიება ერთის მხრივ თომას სახარება, მეორე მხრივ სიღრმე უფლისა. თომას სახარებასთან დაკავშირებით იქ წერია და სხვა რაიმე არის თომას სახარებაი და იგიცა შეუწყნარებელ არ ქრისტიანთა წესისაგან და შემდეგ რამდენიმე სტრიქონის, რამდენიმე წინადადების მომდევნოდ ვკითხულობთ და სიღრმე უფლისა სხვა არს, უცხოარს იგიცა ჩვენგან და არა შესაწყნარებელ არს. ესე იგი ექვთიმე ათონელის მიხედვით უეჭველია რომ თომას სახარება და სიღრმე უფლისა სხვადასხვა თხზულებაა. ამ ფაქტმა როგორც ჩანს დააფიქრა კორნელი კეკელიძე, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ იგი არ უარყოფს ევროპულ კვლევაში მიღებულ აზრს ამ ორი ძეგლის იდენტურობის შესახებ, მაინც როგორც ამ დიდ მეცნიერს შეჰფეროდა ის ფრთხილობს და ხაზგასმით არ აღნიშნავს მათ იგივეობას. რაც შეეხება პავლე იგოროღვას, ის დაუყოვნებლივ აიგივებს ამ ორ ძეგლს და კიდევ უფრო მკვეთრი ხაზგასმა ჩვენ ამ ორი ძეგლის იგივეობაზე გვაქვს აკაკი შაინძესთან, რომელიც მიუთითებს, რომ თუმცა ექვთიმეს ინდექსით თომას სახარება და სიღრმე უფლისა სხვადასხვა თხზულებაა, ეს კვლევარი სიტყვებია, მტკიცდება, რომ თომას სახარება არის იგივე სიღრმე უფლისა, თუმცა იქ არ არის ნაჩვენები, საიდან მტკიცდება ამ ორი ძეგლის იდენტიფიკაცია. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მეცნიერულ კვლევაში ეს ორი ძეგლი გაიგივებული იქნა, ამ გაიგივების საფუძვლები რაც იყო ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ეს გაიგივება მაინც საყოველთაო არ ყოფილა. ბევრმა მკვლევარმა გამოთქვა დაეჭვებათ ამ გაიგივებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს დაეჭვება მათ მიერ არ გამოთქმულა განსაკუთრებული სიმკვეთრით, მაგრამ მაინც სახეზეა გარკვეული მერყეობა ამ აზრის გაზიარების ჟამს. რა განაპირობებს მერყეობას? პირველი, რაც გვაეჭვებს ჩვენ თომას სახარებისა და სიღრმე უფლისას იდენტურობაში, ეს გახლავთ ის, რომ კირილე იერუსალიმელისგან, წმინდა კირილე იერუსალიმელისგან მოტანილი ციტატა და ეს ციტატა ჩვენამდე მოგწეულია, მას მოაქვს ციტატა თომას სახარებიდან ერთ შემთხვევაში, აი ეს ციტატა სიღრმე უფლისას ტექსტში არ დასტურდება. ბუნებრივია, თუ თომას სახარება იგივე სიღრმე უფლისაა, ეკლესიის მამის წმინდა კირილე იერუსალიმელის ციტირება თომას სახარებიდან უნდა დასტურდებოდეს, თავისთავად ცხადია, სიღრმე უფლისას აპოკრიფში. ეს არ დასტურდება, როგორც გვქვით. მეორეც, როგორც აღნიშნეთ, მე-9 საუკუნის უდიდესმა მოღვაწემ წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელმა მუხლობრივი რაოდენობაც აღრიცხა თომას სახარებისა, მაგრამ ეს მუხლობრივი რაოდენობა ორჯერ მეტია სიღრმე უფლისას, ყველაზე ვრცელ ვერსიაზეც კი. აი ეს ორი მომენტი ქმნიდა მერყეობას და ეჭვებას, რომ არის კი მართლაც ერთი და იგივე ეს ორი ძეგლი. ყოველივე ამას წერტილი დაესვა მე-20 საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს, 45 წლებში პირველი ცნობები გაჩნდა იმ აღმოჩენასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა გნოსტიკური ბიბლიოთეკის გამოვლენას პალესტინაში. გნოსტიკური ბიბლიოთეკა გულისხმობდა იმ ძეგლებს, რომლებიც გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებულ გნოსტიკურ სექტებში. გნოსტიკური სექტები გახდათ ის ფსევდოქრისტიანული მიმდინარეობანი, ფსევდოქრისტიანული ერეტიკული დაჯგუფებანი, რომლებიც აურაცხელი რაოდენობით მიმოფანტულნი იყვნენ ხმელთაშუა ზღვის აუზში მეორე-მესამე საუკუნეებში. მათ გნოსტიკური სექტები ეწოდებათ იმის გამო, რომ საკუთარ თავს ამ სექტების წარმომადგენლები უწოდებდნენ გნოსტიკოსებს. ჩვენ ალბათ შემდეგში გვექნება შესაძლებლობა გნოსტიკოსებს ცლად შევეხოთ, აქ მხოლოდ აღნიშნავთ იმას, რომ სიტყვა გნოსტიკოს ნიშნავს მცოდნეს და ამ სექტების წარმომადგენლებს ჰქონდათ სწორედ პრეტენზია განსაკუთრებული ცოდნის, საიდუმლო ცოდნის ფლობაზე, რაც თითქოს ეზოტერული წესით გადაეცათ მათ, დაფარულად გადაეცათ მათ როგორც რჩეულებს. და სწორედ ამ გნოსტიკოსთა შორის იყო გავრცელებული თომას სახარება და კიდევ მრავალი ეგრეთ წოდებული საიდუმლო, ანუ ეგრეთ წოდებული ეზოტერული თხზულება. ეკლესიის მამები ხშირად მიუთითებდნენ გნოსტიკოსთა ნაყალბევ ეგრეთ წოდებულ დაფარულ თხზულებებზე, მაგრამ თვით ეს თხზულებები უდიდესწილად ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. და აი ამ წლებში, 45-46 წლებში, პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად, ცნობილი საბაწმინდის მონასტრიდან 18 კილომეტრის დაშორებით, ნაქ-ხამადის ტერიტორიაზე, სადაც არის დაბა ქენო-ბოსკიონი, იქ მოხდა სრულიად შემთხვევით ერთ-ერთი მწყემსის მიერ აღმოჩენა ვრცელი დიდი ტევადობის დოქისა, თიხის ჭურჭლისა, რომელიც შეიცავდა უძველეს ხელნაწერებს, პეტრატის ხელნაწერებს. რა თქმა უნდა, ამ წყემსმა ვერაფერი ვერ გაუგო მის მიერ აღმოჩენილ ფურცლებს, მიიტანა ის თავის სოფელში, სადაც ერთ-ერთი მღვდელი, რომელი აღსარებლობისა ჩემთვის ახლა ძნელი სათქმელია, რა თქმა უნდა, არამართმადებელი, იქ მოღვაწეობდა, ასე ვთქვათ, მათ სოფელში. ეს მღვდელიც დიდად განათლებული არ გახდათ და ვერ ჩაწვდა ხელნაწერების რაობას, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ რაღაც სიძველესთან ჰქონდა საქმე და დაუყოვნებლივ იქ ნაპოვნი ხელნაწერები მან გადააგზავნა კაიროში, სადაც ეგვიპტური სიძველეების ცნობილი ინსტიტუტი არსებობს. მაშინ სხვათა შორის როგორც მახსოვს, ხელმძღვანელი იყო ცნობილი ენთუზიასტი და დაუცხრომელი მოღვაწე ტოგო მინა, რომელმაც დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში კვლევარები და მოხდა ამ ხელნაწერთა შესწავლა. აღმოჩნდა ამგვარი რამ, რომ საქმე ჰქონდა კოპტურ ენაზე დაწერილ ტექსტებთან, ესე გვიან ეგვიპტურ ენაზე დაწერილ ტექსტებთან,
და ეს ტექსტები წარმოადგენდა სწორედ გნოსტიკური სექტების თხზულებებს, თარგმნილებს ბერძნულიდან კოპტურად მე-3-4 საუკუნეებში. აღმოჩნდა 50-მდე ძეგლი, ის ძეგლები, რომლებიც როგორც ვეკითხარით, მხოლოდ სახელწოდებით იყო აქამდე ჩვენთვის ცნობილი და მათ შორის აღმოჩნდა თომას სახარებაც. ეს ძეგლები დღეისათვის სრულყოფილადაა შესწავლილი, თუ არ ვცდები, თითქმის ყველა ევროპულ ენაზეა თარგმნილი ისინი სრულად. ფაქსიმილეს სახითაც გამოიცა ეს ნახამადის აღმოჩენა, ითარგმნა ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად, მგონი ესპანურადაც, გარკვეული ტექსტები თარგმნილია რუსულადაც და დაუცხრომელი შესწავლა მიმდინარეობს მათი ანალიზი, ტექსტობრივი, ენობრივი, სამხედველობრივი და სხვა. მაგრამ ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ამ ტექსტებს შორის არის თომას სახარებაც და ამ აღმოჩენამ საბოლოოდ გადაწყვიტა საკითხი. თომას სახარება სრულიად განსხვავებული ძეგლია, სიყრმე უფლისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი და 6 მეათონელის მითითება ამ ორი ძეგლის სხვადასხვაობაზე აღნიშნული აღმოჩენით ზედმიწევნით დადასტურდა. ამ დადასტურების შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ თომას სახარებაზე დამოუკიდებლად უნდა ვისაუბროთ და სიყრმე უფლისაზე ასევე დამოუკიდებლად. მაგრამ ეს საუბარი სხვა დროს შეიძლება განხორციელდეს, ახლა ჩვენი მიზანდასახულობა ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი ცნობების მოწოდება, ხოლო ეს ზოგადი ცნობები იმას გულისხმობს, რომ თომას სახარება, რომელიც ესოდენ პოპულარული იყო გნოსტიკურ სექტებში, სხვა არაფერი არ არის, თუ არა თვითმიზნურად გასაიდუმლოებული, თვითმიზნურად იდუმალების ხიბლში გახვეული გარკვეული ფრაზების, გამონათქვამების, თითქოს მაცხოვრისგან დაუწყები რაღაც უღრმესი სწავლებების კონგლომერატი, რომელსაც არ აქვს არანაირი არც თავისთავად ცხადი რაღაც თხრობითი ხაზი, არც მოძღვრებაში რაიმე სისტემურობა. ეს ყველაფერი გახლავთ მოწოდებული სრულიად უწესრიგოდ, მაგრამ ერთადერთი თვისება რაც არის და რაც როგორც ჩანს თავის დროზე ახდენდა გავლენას კითხვაზე და მსმენელზე და არაა გამორიცხული ზოგიერთ პირზე დღესაც მოახდინოს გავლენა, ეს გახლავთ ყველაფრის უაღრესად გასაიდუმლოებული, იდუმალებითი ტონით და ფერებით მოწოდება, რომ განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინოს კითხვაზე და მსმენელზე. იქ არის უაღრესად ბუნდოვანი გამონათქვამები, რომელთა წვდომა უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ მათ არანაირი ღრმა დატვირთვა თავისთავად არ აქვს. ეს უკვე პიროვნების ფანტაზიაზეა, თუ როგორ გაიგებს ის ამა თუ იმ ადგილს და რამდენადაც მეტად მოექცევა პიროვნება, მსმენელი, მკითხველი ტყვეობაში იმ იდუმალების ხიბლისა, რაც გარეგნულად აქვს ამ სახარებას, მით მეტად დაიჯერებს ის, რომ თითქოს რაღაც სიღრმეში შევიდა დაფარული სწავლებისა, მაგრამ ვერანაირი სიღრმეში ის ვერ შევა, იმიტომ რომ არანაირი დაფარული სწავლება პირდაპირ მნიშვნელობით მასში არაა. იქაა მხოლოდ სიცარიელე, სრული სიცარიელე და მხოლოდ ხიბლის მდგომარეობა, რითაც როგორც ჩანს ამ სახარებამ თავის დროზე ასეთი განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა.